ავსა კაცსა, ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა, გულსა. ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის გამკითხავსა, მაგრამ ავზეთ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა. დავით გურამიშვილი ახალი დროის ქართული აზროვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი პოეტური აზროვნების ფილოსოფიური სიღრმე, პრობლემათა მრავალფეროვნება, სოფლმხედველობრივი შეხედულებების აქტუალობა, ლექსის სადა სტილი და გასაგები ენა ამის ნათელი დადასტურებაა. მის პოეტურ სამყაროზე განსაკუთრებული გავლენა შუა საუკუნეების რელიგიურ-ფილოსოფიურმა აზროვნებამ მოახდინა. უფრო მეტიც, იგი ხშირად ფილოსოფოსის როლშიც კი გვევლინება. დავით გურამიშვილი. ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა. თავს სინანულის ჯობია, ბოლო ჟამდანანებასა, ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლივნებასა. ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის წავა სადაო. თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთი სოფელი. ჭკუვა უხმარარს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოეხმარების. სწავლა სიკვდილმდე შენია, მუდამ შენთან ამყოფელი, მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი. ერთი დრო არ ვიშერჩების, კარგის თქვა გინდა ავია. სულს ღმერთსა ამპარტავნობა, მეტად რეგლახა მწირისა. ბრძენი სიტყვითად არჩების, ოსტატი თავის ხელითა, ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით მოსვლით ძნელითა, მოლაშქრე სისხლის ქცევითა, ხვნელი ოფლითა ცხელითა, გლახა კარის კარტხოვნითა, შენაგწაც აწრომელითა. მაშინ იხარებს მწინდავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა, ეგრეთ მოსწავლეს სწავლასა, რა სრულყოფს განისვენებსა. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.